ბუნებრივი მშობიარობიდან ხდება 4 კვირაში ფიზიკური აქტივობის აღდგენა, მაგრამ ფიზიკური აქტივობის აღდგენა არ უნდა მოხდეს კეგელის ვარჯიშების გარეშე. ან ჯერ კეგელი აუცილებლად. ყველა ვარიანტში კეგელი პირველივე დღიდან იწყება კეგელი. პირველი მეორე დღიდანვე მიზაბიხედვით როგორ გძნობს მერე 4 კვირაში ვარჯიში. 4 კვირაში ვარჯიში. საკეისროს შემთხვევაში ვიძახით 8-დან 10 კვირამდე იმის დამიხედვით როგორ გრძნობს ისევ და ისევ ფიზიკურად თავს. აქაც კეგელი აუცილებელი არის მეორე მესამე დღიდანვე. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ მაგას მიაბავენ ასევე დიასტაზის რეაბილიტაციო ვარჯიშებსაც. პრესის კუნთების გაწევა ხდება უბრალოდ ორსულობის დროს ეს ბუნებრივად იწევა რომ საშვილოსნოს მისცეს ადგილი სხეულმა რომ გაიზარდოს. მაგრამ ეს ბუნებრივადვე უნდა მოვიდეს უკან მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ხანდახან გოგონებს რჩებათ ეს გაწეული და იზომება ჭიპის არეალში, აი ესე მათ რა ქვია, ვერტიკალურად უნდა დაიჭიროთ. მოჭიმულ პრესზე თუ ჩადის 2 თითი არის უკვე დიასტაზი, 2 და ზემოთ დიასტაზი. 4 თითის ზემოთ კეთდება უკვე ოპერაცია, 4 თითამდე შესაძლებელია თავისუფლად რომ ვარჯიშით და სარეაბილიტაციო ტიპის მოძრაობებით მოვიყვანოთ აი ეს და გავაკეთოთ. ქვათ ისიც აუცილებლად რომ ჩვენს აპლიკაციაში, ჩერისვით აპლიკაციაში დიასტაზის სარეაბილიტაციო ვარჯიშებიც არის და გოგონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს რო არ ჩაგვედო ჩვენ, რა ვიცი, ქალთა იმას ვაწვევით და